4 დღეა მთელი ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეა უხსნის რამოდენიმე გაუნათლებელ კოდს, რომელიც ჩავიდა ჰააგაში ეუთოს ანსამბლეაზე, რომ ის მოთხოვნები, რომელსაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უყენებს, რომ გაანთავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, იმიტომ რომ არ შეიძლება, რომ გაიწვიონ უკან დრაკონული კანონები, რომელიც ანგრევს საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და წყობას, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ ნორმალურ პროცესს. ეს არის დებულებები, რომელიც მოსკოვის მექანიზმის მოკვლევის შედეგად იწერება რეზოლუციაში და არ განიხილება ამ ტექსტის ამოღება, რამე თუ მოსკოვის მექანიზმის გამო არის ამ რეზოლუციაში. ამ ოროსნებს ან არესმით, ან ისეთი ხისთავიანი დამოკიდებულება აქვთ ზოგადად დიპლომატიურ პროცესთან, რომ არ უნდათ გავიდნენ. და აი ეხა დღეს, როცა რეზოლუცია უნდა მიიღონ, აი საბჭოთა ბოლშევიკური დელეგაციის საუკეთესო ტრადიციებში ადგენენ და დატოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. კრამიტები არავის არ დაუმტრიონ აქეთ-იქით ლეწვა-ლეწვით. აი კრამიტები არავის არ დაუმტრიონ. ეუბნებიან, რომ არ არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების შესაბამისი ქცევა, პოლიტპატიმრებით გავსება ციხეების და ისეთი კანონების მიღება, რომელიც დრაკონულად ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ამათ არ უნდათ გაიგონ.